ასევე გამოაცხადეს, რომ შენც უერთდები რალფს. შენ და ჰენრი სეჰუდო დაუპირისპირდებით ერთმანეთს 18 აპრილს ფილადელფიაში. ეს როგორ მოხდა? და რაც ფიქრობ ამ შეხვედრაზე? კი, რალფმა კონტრაქტი გამიფორმა. მათი გეგმა იყო, რომ თუ ჰენრი მოიგებდა, ისინი ჩანიშნავდნენ ამ შეხვედრას. ეს დაპირისპირება მომწონს, რადგან მისსავე სპორტში ვეჯიბრები. ყველამ ნახეთ ჰენრი. ის კარგი მოჭიდავია. ჭიდაობა მისი მთავარი უპირატესობაა. ის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ბავშვობიდან ყველა შეჯიბრს იგებდა. მართლა ძალიან კარგი მოჭიდავია. ეს ყველამ ვიცით. მე მოჭიდავი არ ვარ. მაგრამ ბრძოლისას, ჭიდაობას ჩემს ძიუდოს და სამბოს ტექნიკას კარგად ვიყენებ. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. მაგრამ მე მიყვარს გამოწვევები, რადგან ახლა ჩხუბი არ მაქვს და პიოტრმა გადაწყვიტა საკუთარ თავს მიხედოს. ჭირდება ვიყო დაკავებული, რაღაცისთვის უნდა ვივარჯიშო. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ვიბრძოლო. საკუთარი თავი გამოვცადო და მივცე ხალხს ეს. ვფიქრობ, ბევრი MMA-ის და ჭიდაობის გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდება ამ შეხვედრას. მათ უნდათ ამის ნახვა. და მეც ასევე. ნათელია შენის 2024 წლის თებერვალში დაამარცხე, საკმაოდ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა მის სამყაროში შედიხარ და ეს საინტერესოა. მან კი შაბათს მის მოწინააღმდეგეზე იდომინირა. რამდენად მოახდინა ამაშენზე შთაბეჭდილება. გაგიკვირდა, რომ ასე დამაჯერებლად მოიგო? კი, გამიკვირდა. როგორც მანამდე აღვნიშნე, იმედი მქონდა, რომ მოიგებდა, რადგან მინდოდა მასთან მეჭიდავა. მაგრამ მან ეს ძალიან მარტივად გააკეთა. ეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შესანიშნავი მოჭიდავი და თავის სპორტში ნამდვილი მეფეა. რადგან ძალიან დაბალი დგომი აქვს, კოჭებში გივარდება. დონეებს კარგად ცვლის. მას არ ჭირდება ფიქრი გატარებულ დარტყმებზე. ის შესანიშნავი მოჭიდავეა, მას საკუთარი ტექნიკა აქვს და ის კარგია. ახლახან შენი ძველი მეტოქე, პიოტრიანი ახსენე. ნათელია ეს ის პერსონაჟია, რომლის ნახვაც ბევრს უნდა. უნდათ შენს წინააღმდეგ ნახონ. როგორ არის ამ ეტაპზე საქმეები შენს კარიერასა და პიოტრი იანთან მიმართებაში? რა ეტაპზე ვარ რას გულისხმობ? შენ თქვი, რომ მას ცოტა მეტი დრო სჭირდება. მე გავიგე, რომ იყო გეგმა, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მაისში იბრძოლებდი იანის წინააღმდეგ. შეიძლება ნიუ-ჯერსიში. თუმცა ამჟამად ეს გეგმები ჩაიშალა, რადგან როგორც ჩანს, მან ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაეკეთა, ხომ ასეა? დიახ, ასეა. იმედი მქონდა, რომ ასე იქნებოდა, რადგან ჩვენი ჭუბის შემდეგ UFC-დან დამირეკეს და პირადად მითხრეს. აიღე იმდენი დრო, რამდენიც გჭირდება. აღიდგინე ძალები და აუცილებლად იბრძოლებ ქამრისთვისო. უბრალოდ გაგვაგებინე, როდის მოგინდება ბრძოლა და როდის მოგინდება დაბრუნება, მაშინ ჩაგინიშნავთ ბრძოლასო. მაგრამ ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ თეთრ სახლში არ მოაწყობდნენ ჩვენ შეხვედრას, რადგან მე საქართველოდან ვარ, ის კი რუსეთიდან და ეს არ არის მაინც და მაინც ლოგიკური თეთრი სახლისთვის. ასე რომ ამის შემდეგ იმედი მქონდა მაისში ნიუ-ჯერსიში შევხვდებოდით. ხოლო როცა ესპანეთიდან და საქართველოდან დავბრუნდი, ბევრს ვარჯიშობდი. მაგრამ მე ეს ახლი გავიგე, რაც ყველამ ნახეთ. პიოტრმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთაო. ახლა კი ბრძოლები აღარ მაქვს. და არ ვიცი რა იქნება. ვიცი რომ ივნისში არ ვჭუბობ. იმედი მქონდა ივლისში იქნებოდა, მაგრამ ვინ იცის? ვინ იცის, როდის დაბრუნდება პიოტრი და ვინ იცის, როდის ჩაგვინიშნავს UFC ბრძოლას. შენ ხო ასე ძალიან მიეჩვია აქტიურობას. იმედი ხომ არ გაგიცრუდა, რომ თარიღიც კი არ გაქვს. და არ იცი რისთვის ვარჯიშობ. არა, მე მომწონს, როდესაც დაკავებული ვარ, მაგრამ ჩემი ჭუბის შემდეგ, როდესაც ჯერ ჰავაიზე წავედი, ვარჯიშობდი მარკ ცუკერბერგთან. შემდეგ წავედი ესპანეთში.
ვარჯიშობდი ილიასთან. ცოტათი დაძაბული ვიყავი. ცოტა ხანი საქართველოში ვიყავი. და მინდოდა დავბრუნებულიყავი ვეგასში, ჩემს სტიქიაში. მევარჯიშა და ფოკუსირებული ყოფილიყავი. ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი ამ ხნის განმავლობაში. მინდოდა ვარჯიში დამეწყო. და როდესაც დავბრუნდი, დავიწყე ვარჯიში, მაგრამ მალევე გავიგე სიახლე, რომ პიოტრმა ოპერაცია გაიკეთა და ახლო მომავალში არ მექნება არანაირი ბრძოლა. თითქოს რაღაცნაირად მოვდუნდი, სასიამოვნო შეგრძნებაა. ახლა კარგად ვარ, ბრძოლა არ მაქვს, მაგრამ თავს შესანიშნავად გრძნობ. ახლა ვიცი ვისთან უნდა ვიჩხუბო და დროს ვიყენებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მინდოდა, მაინც სასიამოვნოა და თავს კარგად ვგრძნობ. ფიქრობ თუ არა რაიმე მსგავს, რომ მაგალითად ის თუ ივლისამდე არ დაბრუნდება, სხვას ეჩხუბო. უბრალოდ იმიტომ, რომ გიყვარს ჩხუბი და გინდა აქტიური იყო. თუ მას დაელოდები ნებისმიერ შემთხვევაში. მე პიოტრიანს ველოდები, რადგან ეს ბრძოლა ყველაზე ლოგიკურია. ანგარიში ერთ-ერთია. მე ის მცემე 2023-ში. მან კი მცემა და სახე დამისისხლიანა 2025-ში. როგორც თქვი, არანაირი თავისმართლება. რა თქმა უნდა, მქონდა რაღაც ტრამვები. ძიმე სავარჯიშო სესიები და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ორივე ჩვენგანს ექნება საკმარისი დრო მოსამზადებლად მესამე ბრძოლისთვის. ახლა მინდა საკუთარი თავი გამოვცადო. და ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული ამ ტრილოგიაში. და მჯერა, რომ ყველა დიდი ინტერესით ელოდება ამას. ამჟამად ღირს ლოდინი. ხოლო ამ ბრძოლის შემდეგ ახალ ფურცელს გადავშლით. ეს კითხვა დეკემბრის შემდეგ მინდოდა დამეშვა მერაბ. ცოტას მაინც თუ ნანობ, რომ დათანხმდი მე-4 ბრძოლას 2025-ში. არა, არაფერს ვნანობ. მე ასეთი ვარ. მიყვარს რისკი. მიყვარს ახალი გამოწვევები. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ პიოტრი უძლიერესი მეტოქე იყო. ვიცოდი, რა სჭირდებოდა მის დამარცხებას. როცა 2023-ში მოვუგე, ფოკუსირებული ვიყავი ყოველ წამს 25 წუთის განმავლობაში. იმ ბრძოლაში ბოლომდე დავიხარჯე. ახლა ვნახოთ რა იქნება. შეიძლება გადავიღალე კიდეც ვარჯიში. ბოლო ბრძოლის წინ. ცოტა ტრამვებიც მქონდა, მაგრამ არა, არ ვნანობ. ფიქრობ ხალხმა ისიამოვნა ამ ჩხუბით. მე მებრძოლი ვარ. მიხარია რომ ვიჩხუბე. და ყველაფერი რიგზეა. ესმის რომ საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ მაინც. შენი აზრით, რატომ არ წავიდა საქმე ისე, როგორც შენ გინდოდა? რატომ იყო ეს ბრძოლა ასეთი განსხვავებული პირველისგან? კი, მე ვიცი რატომაც. ჯერ ერთი პიოტრი კარგი მეტოქეა. 2023-შიც კი ყველაფერი გავაკეთე მის მოსაგებად. ეს არ ყოფილა ადვილი, თუმცა იოლად გამოვაჩინე. ამჯერად რაღაც შეცდომები დავუშვი. ჯერ ერთი ვეცადე მისსავე თამაში. ბოქსში მეჯობნა. მან ჩემი თეიქდაუნები შეაჩერა. თეიქდაუნებმა არ იმუშავა. მერე კი ვიფიქრე. მინდა ამ ჩხუბში ვისიამოვნო მეთქი. არ ვიცი რომელ რაუნდში მივიღე ეს გადაწყვეტილება. თქვი ვაპირებ ვისიამოვნო ამ ჩხუბით. არ მაინტერესებს თქო. რაღაც გადამიტრიალდა თავში. ვერთობოდი. მაგრამ მერე მომხვდა 1-2. შემდეგ ორჯერ კორპუსშიც გამარტყა. საკმაოდ მძიმე ბრძოლა იყო. ბოლოსკენ კი თითქოს ნიშანი მივეცი. მოდი ვიჩხუბოთ მეთქი. ის კი თეიქდაუნზე წამოვიდა და ძირს დამაგდო. ვიფიქრე, რა იყო მოჭიდავეც გახდით, ხო? პირველად რო წამოვიდა თეიქდაუნზე, გილიოტინაზე დაჭირა ვცადე. ამას ძალიან კარგად ვაკეთებ. და ბევრი ვაიძულე დანებებულიყო. მაგრამ არ ვიცი, პიოტრის კისერი ისეთი ძლიერი იყო. არარეალური მეჩვენა. 135 ფუნტისთვის ის ძალიან ძლიერი და დიდი იყო.
ასე რომ შემდეგში მის დახჭობას აღარ ვცდი. ანუ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით სხვანაირი გეჩვენა? კი, ასეა. თუმცა არა, ასე არ ვიტყოდი. შეიძლება მეც პირველისგან განსხვავებით სხვანაირი ვიყავი. რა თქმა უნდა, ახალი ბრძოლა იყო, ახალი თარიღი. წარმოიდგინე, მან ჩემთან წააგო. მე მართლა ვცემე ის 2023-ში. ყველა რაუნდი მოუგე. ეს ცალმხრივი ბრძოლა იყო. მე მოვიგე მსაჯების გადაწყვეტილებით. და მას შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრი იმუშავა. შემისწავლა. გაანალიზა, როგორ მოეგო. ბევრი რამ შეცვალა. მეც უკეთესი გავხდი მას შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ამ ბრძოლისთვის არ მომზადებულ ვარ. ყველასთვის მზად ვიყავი. მაგრამ არ მომზადებოდი სპეციალურად პიოტრისთვის. უბრალოდ ყველასთან ვსპარინგობდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი. მაგრამ უფრო კონკრეტულად მასზე უნდა მემუშავა. და ეს როგორ იყო, იცი? ბრძოლის დროს ვგრძნობდი, რომ რაღაც ისი არ არის. მაგრამ რთულია ცვლილებების შეტანა შუა ბრძოლაში. ამიტომ ახლა ჩვენი მესამე შეხვედრის წინ ჭირდება დავჯდე. უყურო მის ბრძოლებს, რაღაც ცვლილებები შევიტანო, შევისწავლო. და უფრო მეტად მომემზადო. ეს ყველაფერი ჩემი შეცდომა იყო. პირველი ბრძოლისას საშინაო დავალება კარგად შევასრულე და ამიტომაც გავიმარჯვე. ამ ბოლო შეხვედრაში პიოტრის წინააღმდეგ გონი ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი. არც თუ ისე კარგად ვიმუშავე საშინაო დავალებაზე. უბრალოდ მინდოდა მასთან გავსულიყავი და მეჩხუბა. მინდოდა ყველასთვის კარგი ბრძოლა მეჩვენებინა და გამოწვევა მიმეღო. მაგრამ იცით, უფრო ჭკვიანურად უნდა მემოქმედა, მეტად უნდა შემესწავლა და უფრო მეტი გამეკეთებინა. თავდაუზოგავად ვშრომობდი ბოლო ბრძოლაზე, მაგრამ მარტო ბევრი ვარჯიში არაა საკმარისი. ჭკვიანურადაც უნდა ივარჯიშო. ხანდახან ზედმეტად ბევრსაც კი ვივარჯიშობდი. მაგრამ აი ასე ვსწავლობთ. თუმცა იმედი მაქვს გამოვასწორებ და შემდეგ ბრძოლას მოვიგებ. მეორე დღეს, კვირას თუ ორშაბათს, როდესაც გაიღვიძე და ბრძოლა უკვე დამთავრებულია. ხოლო შენ უკვე ჩემპიონი აღარ ხარ. რა იგრძენი? რადგან საკმაოდ დიდხანს იყავი დომინანტი ჩემპიონი. სხვათა შორის შენ ჩემი 2025 წლის მებრძოლი ხარ დეკემბრის შეხვედრის მიუხედავად. ფიქრობ შენ ეს დაიმსახურე. მე ეს ვნახე და ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის. ძალიან გაფასებთ. დიდ პატივს გცემ არიელ. და ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს შრომას აფასებს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ბრძოლა წავაგე. და ხო, ძალიან ბევრმა მითხრა, შენი ჩათვლით, რომ ეს იყო ღამის ბრძოლა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ზუსტად ის არის, რაც მე მინდა. მე მინდა ვიყო უბრალოდ პატივსაცემი მებრძოლი, რომელიც მზადაა ეჭვობს ნებისმიერს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე. მაგრამ ახლა პიოტრს უნდა ვეჭხუბო. და უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ნამდვილად ღირს ამისთვის ლოდინი. მაინტერესებს, როცა რეალობა გააცნობიერე, რომ ჩემპიონი აღარ ხარ. როგორ მიიღე ეს? რა იგრძენი? მოწყენილი იყავი? შენ ყოველთვის ტოვე პოზიტიური და ენერგიული ადამიანის დაბეჭდილებას, მაგრამ იმ დილას, კვირას თუ ორშაბათს რა იგრძენი, როცა გაიღვიძე? ქამარი დიდად არ მადარდებს, რადგან ჩემი ოცნება იყო, ერთხელ გამხდარიყავი ჩემპიონი და მორჩა. მაგრამ 4-ჯერ მოვიგე ქამარი, ასე რომ ჩემთვის ქამარი ყველაფერი არაა. და რა თქმა უნდა, ცოტა გული დამწყდა. წაგიბა პიოტრთან, მიუხედავად იმისა, რომ ის კარგი მებრძოლია.
არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო პიროვნებაა. ასეთ ხეპრებიჯთან წაგება ძნელი იყო. მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. არა, მე კარგად ვიყავი. ეს ყველაფერი სპორტის ნაწილია. ხო, ცოტა ემოციური ვიყავი ბრძოლის შემდეგ. უბრალოდ მინდოდა დედა ჩემისთვის მიმეწერა, რომ კარგად ვიყავი. და თუნდაც მას ვენახე, სახიდაწყვილი დალეწილი მქონდა, მაგრამ მაინც ნეგატიურად არ მიიღო და ცოდნოდა, რომ კარგად ვარ. უბრალოდ მინდოდა დედა ჩემისთვის მიმეწერა. მაგრამ იმ მომენტში ცოტა ემოციური ვიყავი. თუმცა მერე კი კარგად ვიყავი. პოზიტიურად განვეწყვი. საკმაოდ მშვიდად შევხვდი. მე წავაგე ეს ბრძოლა. პიოტრი იმ საღამოს უკეთესი იყო. ახლა კი ეს კარგი мотиваციაა ჩემთვის, რომ მეტი ვიმუშაო. და შემდეგ ჯერზე მოვიგო. ხომ არ ფიქრობ, რომ პიოტრი შეიძლება არ დაგთანხმდეს ჩხუბზე. ან თქვას, რომ სხვასთან უნდა შეხვედრა და UFC-ის სხვა მიმართულებით წავიდეს. რამე მსგავსი ფიქრი ხო არ გაწუხებს? არა, არ ნერვიულობ. თუ მას მოუნდება ჩემთან ჩხუბი, მე მზად ვარ. და თუ არ ისურვებ ჩემთან ჩხუბს, მაშინ მე სხვა შევხვდები. მაგრამ არა, გონია რომ მიიღებს ბრძოლას. ისიც ტოპ მებრძოლია. ყველას ეჭვება და ვფიქრობ არც ჩემთან შეხვედრაზე იტყვის უარს. და მე მჯერა, რომ არ დაიწყებს თავის არიდებას. თარიღზე რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვს? ხომ არ გეუბნებიან დაახლოებით როდის შეიძლება შეხვდეთ? არა, სიმართლე გითხრა წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდება. აპრილში ან მაისში მზად ვიყავი. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ზაფხულამდე უნდა მოვიცადო. მაგრამ ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ მინიმუმ 2 ბრძოლას მაინც ჩავატარებ ამ წელს.